მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად, დაგებრუნდით ახალი ვლოგით და გავატაროთ დღე ერთად. დღეს არის პარასკევი, ახლა მინდა რომ მაკიაჟი დავიკეთოთ და თან გავიკეთებ, იმიტომ რომ დრო არ მაქვს. სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდა რომ შემოვიტანოთ ჩემს ცხოვრებაში რაღაც მძიმე მაკიაჟი. ისე რომ ყოველდღიურად გავიკეთო მძიმე მაკიაჟი. მიუხედავად იმისა, რომ დრო არ მაქვს, საერთოდ ასეთი გადასარევი აზრები მაწუხებს თავში. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, გუშინ გადავახარისხეთ ანსაცმელი გაბრიელის და გოჩასი და მინდოდა რომ გადამეგდო ჩვენთან დიდ კონტეინერებს რომ დებენ ანსაცმლის იქ. და ახლა დადეს ახალი, ადრე წითელ ჯვარში მიდიოდა ხოლმე, ახლა მიაქვთ ზედწერია მოკლედ ამ კონტეინერებზე, სად წავა და რისთვის არის განკუთვნილი ეს ანსაცმელი. ახლა დადეს ახალი, სადაც წერია რომ წაიღებენ ქარხანაში და გადაამუშავებენ მათგან გააკეთებენ ახალ ტანსაცმელს. ამიტომ არა მხოლოდ ტანსაცმელი, არამედ გაფუჭებული ძველი რაღაცებიც შეიძლება. სხვა დროს ძველი დახეული რაღაცების ჩაყრა არ შეიძლება ხოლმე, თუ ეს ტანსაცმელი წითელი ჯვრისთვის არის განკუთვნილი და ხალხისთვის, ხოლო ამჯერად ყველაფერი შეიძლება, რასაც კი მოკლედ ნაჭერი რაც კი არის. და 2 დღის უკან შევამჩნიე განცხადება ერთ-ერთ სტოლბაზე, ბოძზე ქართულად. შევამჩნიე, რომ სოციალურ მაღაზიაში შეიძლება წაღება და ჩაბარება ტანსაცმლის, წიგნების და მოკლედ საყოფაცხოვრებო რაღაცეების. ვიფიქრე, რომ იქ წავიღებთ ამ ტანსაცმელს, პატარა ტანსაცმელებს და გოჩას ტანსაცმელებს, რადგან მართლა კარგი ტანსაცმელია და სიმართლე გითხრათ, დამენანა გადასახარისხებლად და ცეხში რო გაეგზავნათ და გადაემუშავებინათ, იმიტომ რომ მართლა კარგი ტანსაცმელია და გოჩა არ აფუჭებს ტანსაცმელს და გაბრიელი კიდე პატარაა და მალე იზრდება, ამიტომ გადავწყვიტე რომ იქ წავიღო. ადრე ხშირად დავდიოდით ხოლმე მაგ მაღაზიაში, რადგან სოციალურ მაღაზიაში, რადგან მთელი თითქმის ჩემი ავეჯი მაქვს იქ ნაყიდი და ჭურჭლის კიდევ რაღაც პროცენტი. კი, ადრე ხშირად ვყიდულობდი ხოლმე მან ჭურჭელს, ეხლა უკვე აღარ და დიდი ხანი აღარ ყოფილვარ. და ვიფიქრე, რომ ბარემ ვნახავ აბა რა აქვთ, რადგან თვითონ გერმანელები ხშირად დადიან ამ მაღაზიაში, როგორც ვიცი, და ყიდულობენ ტანსაცმელებს, რადგან არიან წინააღმდეგი იმისა, რომ ძალიან ბევრი ტანსაცმელი გამოვიდეს, ძალიან ბევრი ნივთები გამოვიდეს და დაბინძურდეს ქვეყანა, ამიტომ ხშირად მიდიან ხოლმე იქ და ყიდულობენ მეორადს, რომ მხარი დაუჭირონ მსოფლიოს განვითარებას. ტანსაცმელი იქ არასდროს მიყიდია და არც ვიცი როგორ უნდა ჩავაბარო, არც ვიცი ვიზიტი მჭირდება თუ არა სპეციალური წინასწარ დანიშნული ან მოკლედ არ ვიცი არაფერი და წავალ პირდაპირ ადგილზე და მივცემ თუ უნდა თუ არა და წავალ და იქ სადმე ჩავყრო მერე კონტეინერში. გოჩა მიმყავს თან, რადგან ძალიან უყვარს ეგეთი რაღაცეები, აი ვიცოდი რომ წამომყვებოდა თან გუშინ რომ ვუთხარი მეთქი იქ მინდა რომ წავიდე ხვალ და თუ წამომყვები რომ ჩავაბაროთ თქო, აი მეცხრეცადეა სიხარულისგან. ღმერთმა იცის რეებს მაყიდინებს ახლა იქა და რა დღეში იქნება. ერთი ეგ არის, რომ წუწუნებს რატო უნდა მივცეთ ჩვენ უფასოდ და თვითონ უნდა გაყიდო. თვითონ გაყიდიან და იმიდან ფულს აიღებენ და ჩვენ უფასოდ უნდა მივცეთ და რატო. მარტო მაგაზე მეწუწუნება და იმას ვფიქრობ, რომ იქ რო წავალ, იქ არ ათქვას არაფერი. შემარაცხვენს. პატარამაც გაიღვიძა,
და მესმის ახლა რომ გოჩა ეთამაშება, სანამ გოჩა ეთამაშება, უცებ გავიკეთებ მაკიაჟს, დავასრულებ და დაგებრუნდებით. მოკლედ დრო არა მაქვს და ეყოფა ამას. ესე გარეთ აკეთებენ რაღაცას, მე მგონი ხეებს ჭრიან და გამისკდა თავი, იმხელა ხმა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სამჯერა დავხურე, აი საშინელი ხმა ჰქონდა და ძლივს, რომ გაჩერდა, მივხვდი, რომ თავიც გაჩერდა. არა, უნდა შემოვიტანო მძიმე მაკიაჟი. მიხდება. ტყუილად კი არ ამბობენ. ყველა ქალი ამაზეა უბრალოდ მოვლა სჭირდება. ირა კარგი გოგო დავდექი უყური. ავტობუსით წავედით, რადგან ეს მაღაზია საკმაოდ შორია ჩვენიდან. ჩვენი ბინიდან ავტობუსის გაჩერებამდე საერთოდ არ არის სავალი 1 წუთია, რადგან პირდაპირ გვაქვს, ხოლო გაჩერებიდან მაღაზიამდე იყო კიდევ 5-6 წუთი გასავლელი გზა ფეხით. წავჩანჩალდით, რასაც ქვია, რადგან როგორც ხედავთ, ეტლშიც დიდი ჩანთადევს, ხელშიც უფრო დიდი მეჭირა და ძლივს წავიღეთ, ძლივს მივაღწიეთ იქამდე. შემდეგ გვითხრეს, რომ ჩვენთან არ ბარდებაო, ჩვენთან მხოლოდ ვყიდითო და აგვიხსნეს, სად უნდა წაგვიღო ჩასაბარებლად. კიდევ 2 წუთი იყო ფეხით სავალი, ცოტა ძნელი მოსაძებნი იყო, რადგან სადღაც პარკინგზე უნდა შევსულიყავით და იქვე იყო დიდი უზარმაზარი ლურჯი კარიბჭე. შევედით, დავტოვეთ ეს ნივთები, 100-ჯერ მადლობა გადაგვიხადეს, ბოლოს გვითხრეს, რომ დაგველოდეთო, თქვენს ჩანთებს გამოგიტანთო და უარი ვთქვით, ჩვენ წავედით შემდეგ მაღაზიაში. ესენი ვიყიდეთ იმ მაღაზიაში, ეს ავიღეთ გაბრიელისთვის, ღირდა 2 евро და მუსიკებს გამოსცემს, რაღაც ხმები აქვს, ასე რომ დადის. სიარულის დროსაც თავს აქნევს და ფეხებს აქნევს და მოკლედ ესეთი საყვარელი სათამაშოა. ასევე ეს კვერცხის ჩასადებები, ეს ჩემმა კრეატიულმა გოჩამ აირჩია. ესენი ღირდა 1 ცალი 10 ცენტი და ეს იყო 1 მხოლოდ და ეს ავიღეთ, ეს გოჩამ თავისთვის აიღო. მილკა ჩემი საყვარელი ფირმა არისო და 4 ეს 4 იყო მხოლოდ, მეტი რომ ყოფილიყო, მეტს ავიღებდი, რადგან მართლა ძალიან საყვარელი და კრეატიულია. თითქოს კვერცხია შემწვარი. ასევე ეს ავიღე გაბრიელისთვის და ღირდა 30 ცენტი, ამას გავრეცხავ და უყვარს ეგეთი რაღაცეები, სახეზე იფარებს ხოლმე და ისე იძინებს, ამიტომ ვიფიქრე, რომ მოეწონება. ასევე ეს ხელის მიქსერი, ეს მიქსერი ღირდა 50 ცენტი, არის სილიკონის და ჩემ სილიკონის გაფუჭდა, ამიტომ იდეალურია. კიდევ კარგი რომ შემხვდა, თორე მაღაზიაში რომ მივდივარ ხოლმე არ მახსენდება ესეთი რაღაცეები. ასევე ავიღე ეს თებშები. სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია ვფიქრობდი, ავიღო თუ არა კურდღლებიანი თებშები სააღდგომოდ და რატომღაც კურდღლები არც თუ ისე მომწონს. ეს თებშები რომ დავინახე, სამწუხაროდ მხოლოდ 4 იყო. ვიფიქრე, რომ ამაზე ლამაზი თებში სააღდგომოდ არ ვიცი, მე მგონი არ არსებობს და ღირდა 4 ცალი 2 евро. ულამაზესია. ვიფიქრე, რომ ერთხელაც რომ გამოვიყენო მხოლოდ და შემდეგ ვთქვათ, გავაჩუქო ან გადავაგდო, არც გული არ დამწყდება, იმიტომ რომ 2 евро მართლაც რომ ნაჩუქარი ფასია და
მგონია რომ გაზაფხულს და აღდგომას უხდება ძალიან. სულ ეს იყო ჩვენი საყიდლები. ამ ყველაფერში 5 ევროც არ მაქვს გადახდილი და მგონია რომ კარგი საყიდლები იყო. გადაღებას ვაგრძელებ უკვე მეორე დღეს. გუშინ გავწმინდე ფანჯრები, ხოლო დღეს გადავწყვიტე რომ ფარდები შემეცვალა. ფარდებზე მიკიდია მანათობლები, ამ მანათობლებს მოვხსნი უკვე და მეტს აღარ დავამაგრებ, რადგან მიჭირს, მიძნელდება ამ მანათობლების ყოველჯერზე მოხსნა და ისევ გაკეთება თან. უკვე შეიცვალა ჩვენთან დრო და ისე მალე აღარ ბნელდება, 8 საათზე უკვე აღარ არის სიბნელე და ჯერ კიდევ სინათლეა, ამიტომ ეს მანათობლები იმდენად აღარ არის საჭირო. ბავშვები გავყარე, რასაც ქვია სახლიდან, მეთქი გადით ცოტა ისეირნეთ გარეთ, რადგან არ ამოდიან გაჯეტებიდან, ტელევიზორი, ტელეფონი, პლანშეტი, მოკლედ აი მთელი კვირა რაც სახლში არიან, თან მთელი კვირა ცუდი ამინდები იყო და მთელი კვირა ერთი გაჯეტიდან მეორეზე გადადიან. მესმის ახლა გერმანიაში რატომ არის ასე ცოტა დასვენებები და ძალიანაც მიხარია, რადგან საშობაო არ დადაგები აქვთ 2 კვირა, შემდეგ სააღდგომო არ დადაგები აქვთ 2 კვირა, შემდეგ მოდის ზაფხულის არ დადაგები 4 კვირა და 2 კვირა საშემოდგომო არ დადაგები. მორჩა, მეტი არ დადაგები არ გვაქვს. საკმაოდ ცოტაა, მაგრამ კარგია, რადგან ტვინი აქვთ გამორაცხილი ამ გაჯეტებით და სახლში ჯდომით. ამინდებს რაც შეეხება, ამაზე საშინელი ამინდები ალბათ არასდროს არ ყოფილა, ან შეიძლება ყოველ წელიწადს ერთი და იგივეა და მე მეჩვენება. მოკლედ ერთ დღეში შეიძლება მოთოვოს, წვიმდეს, შემდეგ სეტყვა წამოვიდეს, შემდეგ მზე გამოვიდეს, ისევ მოთოვოს, ისევ ქარი ამოვარდეს და ასე შემდეგ დაუსრულებლად ყოველდღიურად ერთი და იგივე. ჩვენ გიჟ-მარკს რომ ვეძახით, აქ გერმანიაში გიჟ-აპრილს ეძახიან და წუწუნს რომ ვიწყებ, მეუბნებიან რომ ჯერ სადახარ, ჯერ აპრილი არ მოსულა და შენ მერე აპრილის ამინდები ნახეო. არ ვიცი აპრილს როგორ გადავიტან. ჩემი მენტალური მდგომარეობა ვეღარ უძლებს ამ ყველაფერს. დამიწერეთ თქვენთან როგორი ამინდებია და საიდან მიყურებთ. ძალიან საინტერესო იქნება. შეამჩნევდით ალბათ მაგიდაზე როგორი ლამაზი კომპოზიცია დავდე. ეს კომპოზიცია გავაკეთე წუხელ და დღეს დავამთავრე, ულამაზესი გამოვიდა და აუცილებლად გაგიზიარებთ თუ როგორ კეთდება. კეთდება ძალიან ადვილად და არის ძალიან ეფექტური. დაგჭირდება მხოლოდ ბუშტი, ტუალეტის ქაღალდი ან ნებისმიერი ხელსახოცი. სამზარეულოს ხელსახოცი შეგიძლიათ აიღოთ ან სალფეტკი უბრალოდ და წყალი. როგორც ხედავთ, ბუშტზე ვადებ ასე თვითონ ქაღალდს და შემდეგ ვასხავ წყალს. შეგიძლიათ ჩემსავით პულივიზატორიანი თვითონ გამოიყენოთ ქილა და ისე მიასხათ, ან შეგიძლიათ ხელი დაისველოთ და ისე, მოკლედ უნდა დავასველოთ, რაც მთავარია ეს ქაღალდი და ისე მივადოთ ბუშტს. ბუშტი სასურველია რომ იყოს კვერცხის ფორმის, ჩემი ბუშტები ცოტა რაღაც მომრგვალოა, მაგრამ მაინც კარგი გამოვიდა. ეს ბუშტებიც ბავშვებს გავაფერნე. ვინც მიყურებს დიდი ხანია, იცის რომ მეშინია ბუშტების გაფერვის და საერთოდ
ბუშტებთან მუშაობაც ძალიან მეშინია, სული ამომხდა სანამ ესენი მივაწებზეთ, ასე მეგონა რომ ეხლა გასკდება, მოკლედ ასეთი გამოვიდა, ეს უნდა დავდოთ მთელი ღამის მანძილზე, სასურველი იქნება რომ თბილ ადგილას რომ კარგად გაშრეს, და შეგიძლიათ ფენითაც ამოაშროთ თუ გეჩქარებათ. დილით შემდეგ უკვე არის კარგად გამშრალი და გამხმარი. ამოვიღე ბუშტები და ვიწყებ ფორმის მიცემას. ფორმას ვაძლევ როგორც გატეხილი კვერცხი, შემდეგში გჩავდებ ვაზას და გავაფორმებ. ხოლო მეორე უფრო პატარა კვერცხუკას ისე ამოვუჭერი, რომ კარგად ჩანდეს შიგნით რა ხდება. მოკლედ წინა მხარე ამოვჭერი ცოტა განსხვავებული ფორმით და ისე ჩავდე. შეგიძლიათ შიგ ჩადოთ კანფეტები, კვერცხები, ნებისმიერი რამ არის ძალიან ლამაზი. ასევე ამოვიტანე ასეთი ფიჩხი, მართლა ფიჩხია, ეზოდან გადავაბი რომ ბუდის ფორმა მიმეცა და ერთმანეთზე გადავაბი ძაფით, ეს არის უბრალოდ ყავისფერი ძაფი. იმის გამო რომ თვითონ ჯოხებიც ყავისფერია, ძაფი აღარ ეტევა, აღარ ჩანს. და გადავიტანე შემდეგ ერთჯერად თეფშზე, რომ არ დასვაროს ამ ფიჩხმა საერთოდ სუფრა და ჩავდე შიგ ეს ჩემი დიდი წინასწარ მომზადებული კვერცხი. შემდეგ ჩავუდე ვაზა, ვაზაში დევს ტოტები და ტოტებზე დავკიდე კვერცხები. აი ძალიან ლამაზია. კამერა იმდენად ვერ გადმოსცემს, ულამაზესია და შიგნით ასევე შეიძლება რომ მანათობლები ჩაიდოს, საღამოს იქნება ძალიან ლამაზი სანახავი. დღეს მინდა რომ შემოგთავაზოთ კიდევ ერთი ლამაზი მაგიდის სერვირება სააღდგომოდ. სრული ატმოსფეროსთვის გადავწყვიტე რომ კვერცხებიც შევღებო, აქ მაქვს უკვე მოხარშული კვერცხები, ამჯერად შევღებავ ასეთი საღებავით. აღდგომას, მართლმადიდებლურ აღდგომას ყოველთვის ვღებავ კვერცხებს აუცილებლად წითლად და ხახვის ფოჩებში, ხოლო ახლა გადავწყვიტე რომ შევღებო სხვადასხვა ფერებში, გამოვიყენებ წითელს, რადგან მინდა რომ ერთი ხრიკი ვცადო და იმ ხრიკისთვის წითელი ფერის კვერცხები არის ულამაზესი გამოდის, ამიტომ წითელს გავაკეთებ, ასევე ლურჯს, რადგან ჩემი დღევანდელი სერვირება იქნება ლურჯ ფერებში და ვფიქრობ რომ მომწვანეს, რომ მოუხდეს აქაურობას, უпростоრად ამ სერვირებას რომ მოუხდეს. დაგჭირდება საღებავები, თვითონ კვერცხები უნდა იყოს უკვე მოხარშული და ზეთი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი საღებავებით როგორ იღებება კვერცხები და არც წერია, ინსტრუქციაც ვერ ვნახე, უბრალოდ წერია რისგან შედგება და რა არის შიგნით. ამიტომ ამას გავხსნი ჯერ, შემდეგ დავასხავ წყალს და ძმარს და ისე ჩავდებ შემდეგ უკვე კვერცხებს. არ ვიცი რამდენად სწორად ვიქცევი, თბილი წყალი დავამატე, რადგან მგონია რომ თბილ წყალში საღებავი უფრო ადვილად გაიხსნება და ვამატებ ძმარს. ლურჯი ფერმა შეიცვალა ფერი დამატების შემდეგ ძმრის. და ძმარიც არ არის ძლიერი, არის სალათების ძმარი. შეიძლება თვითონ არის ასეთი ფერი, არ ვიცი.
ვიწყებთ კვერცხების შეღებვას, დაგვჭირდება აუცილებლად სულ ცოტა ზეთი. ზეთი უნდა გადავინაწილოთ ასე ხელთათმანებზე და შემდეგ კვერცხზე, აი ასე. და ამ ზეთიან კვერცხს ვდებთ თვითონ საღებავში. როგორც ჩანს, წყალი ცოტა და წყალს დავამატებ. ასე წყალიც დავამატე, ისე რომ დააფაროს კვერცხი და ეს ლურჯი საღებავი საერთოდ არ მომწონს, ეს საერთოდ. და ვაგრძელებ. ზეთიან კვერცხებს ვდებ, დღეს მაქვს 6 კვერცხი და შევღებავ 2-2-ს. და როგორც ვიცი, რაც უფრო მეტ ზეთს გამოიყენებ, მით უფრო განსხვავებული გამოდის. მე მინდა რომ პატარა უზორები ჰქონდეს, ამიტომ ბევრ ზეთს არ ვიყენებ. აი რა მდგომარეობა მაქვს ახლა იცით? ვიტირო თუ ვიცინო, რომ ვერ გამიგია აქედან რომელი. მოკლედ გამახსენდა, რომ მქონდა ასეთი მეორეც, აი 2 ცალი. და მეორეში იყო ინსტრუქცია. თურმე წყალში არ უნდა გამეხსნა, აი ასე უნდა დამესხა და გადამეტარებინა ხელში. მოკლედ კიდევ კარგი, რომ არ ვიცოდი, თორემ ვერ გავაკეთებდი და ვერ გავიგებდი თუ როგორი ლამაზი კვერცხები გამოდის. ვისაც გაქვთ საღებავი და ღებავთ ასე წყალში, ზეთში რომ გადაახვევთ თვითონ კვერცხს და ისე ჩადებთ, გამოდის აი ასეთი ლამაზი წერტილებიანი კვერცხები. წითელი იქნება, არ ვიცი, აი სასწაულად ლამაზი, შხამიანი წითელი სოკოები როა იმას დაემსგავსება და იქნება აი ულამაზესი. მწვანე ამოვიღე უკვე. ახლა ამოვიღებ ლურჯს. კოვზი არ ვიცი სად არის და ხელით ამოვიღებ. მაინც მიიღო ფერი. ასე თუ ისე. სინამდვილეში არ ვიცი, ალბათ 30 ჯერ, 50 ჯერ ამოვიღე ჩავდე და ამის გამო არა აქვთ წერტილები, რადგან საერთოდ არ მაქვს მოთმინების უნარი. აი ერთი სული მქონდა, როდის მიიღებდა ფერს და ამათაც აქვს. აი წითელზე ოდნავ მიეცა. ახლა ამას გავაშრობ და ზემოდან კიდევ წავუსმევ ზეთს, რომ ლამაზად იპრიალოს. გერმანიაში აღდგომა არის 5 აპრილს და ალბათ 5 აპრილისთვის შევიძენ აუცილებლად საღებავებს, რომლებიც იხსნება წყალში და ისე გავაკეთებ ამ მეთოდით, რადგან ძალიან ლამაზი უნდა გამოვიდეს. მწვანე გამოვიდა, რადგან მწვანისთვის ხელი არ მიხლია. ძალიან მაინტერესებდა როგორი გამოვიდა და წითელი და ლურჯი, ამიტომ აი სულზე ვედექი წითელს და ლურჯს. იმიტომ რომ ერთი სული მქონდა, რომ გამოსულიყო. ამოვიღებდი, ჩავდებდი, ამიტომ იმდენად კარგი არ გამოვიდა. მაგრამ მაინც წერტილები უნდა ჰქონდეს წესით თეთრი და მართლა გამოვა, ვინც ასეთი მეთოდით ღებავთ კვერცხებს, ცადეთ ზეთის წასმა, რადგან მართლა გამოდის. აი აქაც ეტყობა, რომ თეთრი წერტილები აქვს. სანამ დავიწყებ პასკების დაცხობას, მინდა რომ რაიმე გამოვაცხო, რასაც მივცემ სააღდგომოს სახელს. ეს მთლად სააღდგომოც არ არის, მაგრამ რომ დავფიქრდი, სააღდგომო მხოლოდ იმაშია, რომ ამ ნამცხვარში არ შედის კვერცხი. კვერცხი გჭირდება
შესაღებად და მოსახარშად. ნამცხრებისთვის კვერცხი ჯერ არ გვინდა, ამიტომ უადვილესი რეცეპტია, სხვათა შორის ძალიან გემრიელი გამოდის. თუ ოდნავ პატარა ფორმას აიღებთ და ისე გამოაცხობთ, გამოდის მაღალი. არ სჭირდება ზედმეტი დანამობა, რადგან არის უკვე შემდეგ დანამული და ნამცხრები, საერთოდ ასეთი ტიპის ნამცხრები ყოველდღიურად უფრო ხმება და ძველდება. ეს პირიქით, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო გემრიელი ხდება. მოკლედ გამოვაცხე ასეთი ბისკვიტი, როგორც იტყვიან, რომელსაც მიქსერიც კი არ სჭირდება და შემდეგ ამოვჭერი ასეთი სააღდგომო ფორმებით, კურდღლები, პეპლები, ჩიტები და ასე შემდეგ. რაც დარჩა მორჩენილი გვერდებით, გადავიტანე ჭიქებში გვერდზე, შემდეგ ცოტა დავნამე და მოვასხი კრემი. კრემსაც მოვამზადებთ აუცილებლად, რომელიც ასევე ძალიან მარტივად მზადდება და ძალიან უხდება ამ ნამცხვარს და გამოვიდა მინი ნამცხრები სააღდგომო, რომელიც ასევე ძალიან ამშვენებს თვითონ სააღდგომო მაგიდას. აქ არ აკეთებენ პასკას და სააღდგომო ნამცხრები არის მსგავსი ტიპის ნამცხრები, მხოლოდ განსაკუთრებით უყვართ სტაფილოთი მომზადებული ნამცხრები, სტაფილოს პიროგი, სტაფილოს ხვეულა და ასე შემდეგ. ყველაფერი სტაფილოსი, რადგან სტაფილო და კურდღელი ერთმანეთს უკავშირდება, მოკლედ მივხვდით რატომაც სტაფილო. ახლა მოვამზადოთ კრემი. კრემი არის უნივერსალური, პირადად ჩემთვის, ვიყენებ როგორც ტორტებისთვის, ასევე ნამცხრებისთვის და შეგიძლიათ ასევე თამამად პურზეც წაისვათ და როგორც შოკოლადის კარაქი ისე გამოიყენოთ. დაგვრჩება ხელის ბლენდერი, 100 გრამი შაქარი, 2 სუფრის კოვზი კაკაო, ასევე 100 გრამი რძე და ზეთი. ზეთი არის საჭირო 100-დან 150 გრამამდე, გააჩნია როგორი სისქის გინდათ. მე მაგალითად 130 გრამი გამოვიყენე და ასეთი გამომივიდა. 150 გრამი ზეთის გამოყენების შემდეგ უფრო მყარი გამოდის პასტა და უფრო სქელია. გადავიტანე ზედ ჩვენს ნამცხრებზე და ვაფორმებ. ახლა გაფორმება შეგიძლიათ ნებისმიერი რამით ჩართეთ, მხოლოდ თქვენი ფანტაზია. ბოლოს მოვაყარე ზემოდან ქოქოსის ფანტელები და გამახსენდა, რომ პასკებისთვის შევიძინე რაღაც ლამაზი, მოკლედ რაღაცებია, არ ვიცი რა არის, არის მოკლედ ხედავთ კადრში და მივხვდით ალბათ რადგან არის ლაპარაკი, არ ვიცი რა ქვია, კონფიტი ალბათ და მოვაყარე ეგენიც ზედ. ბოლოს გავაფორმე ჩემი ჭიქებში ნამცხრები მარწყვით, ესეც გემრიელესი გამოვიდა და სხვა დროს ვფიქრობ, რომ ასე მხოლოდ ჭიქებში ავაწყო ამ ბისკვიტით, დავუმატო ალუბალი, ან ჯემი, ან კომპოტი ალუბლის, თვითონ ალუბლებით და გამოვა ძალიან გემრიელი ნამცხვარი, ჭიქებში აწყობილი მთვრალი ალუბალი. თუ იცით ასეთი ტორტი, მთვრალი ალუბალი, დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვათა შორის გერმანიაში. გადავიდეთ მაგიდის გაფორმებაზე და ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი პროცესი. არ ვიცი, რამხელა მედიტაციას ვიღებ, იმით რომ მაგიდას ვაფორმებ ლამაზად. შემიძლია ძალიან მოკლე დროში ძალიან ლამაზად გავშალო მაგიდა და ასევე შემიძლია მთელი კვირა ვიფიქრო ერთ კონკრეტულ მაგიდის სერვირებაზე,
აღიარებზე, მოკლედ გონებაში შევქმნა რაღაც სურათი და შემდეგ ერთი კვირის შემდეგ ვაქციო რეალობად. მთელი კვირის მანძილზე რაღაცას ვამატებ, ოღონდ გონებაში რაღაცას ვიღებ, რაღაც ახალს ვდებ, არა ეს არ მომწონს, ასე შემდეგ და შემდეგ ვაკეთებ. მოკლედ ამ სერვირებასაც 2 დღეა ვფიქრობ, დღე და ღამე და გამოვიდა ძალიან ლამაზი და ნაზი. მოკლედ ერთი სიამოვნება ასეთ მაგიდასთან ჯდომა, ყავის ან ჩაის დალევა და ოჯახის წევრებთან ერთად რაღაც საინტერესო თემაზე საუბარი. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს. უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე.